მოძრაობა არამ თბილისის მასშტაბით მიუსაფრთა დახმარების პროექტი შეიმუშავა. პროექტი გასაცნობად საკრებულოში შემოვალ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას გადაეცა. მოძრაობა არამ პარტიებთან ერთად განიხილა აღნიშნული პროექტი, რომლის დეტალების დაზუსტება დღეს ერთობლივ სხდომაზე მოხდება. პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არას წევრების გარდა ინგა გრიგოლია, თინა ხიდაშელი, კახა კუკავა, კობა დავითაშვილი და ვიქტორ დოლიძე ერთიანდებიან. ჩვენი აზრით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ პირველი დროებითი თავშესაფარი მოიძებნოს ამ ადამიანებისთვის, მაგრამ პრობლემა სჭირდება გრძელვადიანი მოგვარება. ამიტომ აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მუნიციპალური საცხოვრებელი, რომელსაც დააფინანსებს მთლიანად თბილისის მერია. როდესაც შემოვდიოდით საკრებულოში, რომ ნებისმიერი მიმართულების პროექტი, რომელიც იქნებოდა სოციალური პროექტი ჩვენი მხრიდან, არა მარტო სოციალური მიმართულება, მაგრამ ეს განსაკუთრებით იქნება ჩვენი მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერილი და როდესაც მივიღეთ ეს წინადადება, რასაკვირველია, ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით, იმედს გამოვთქვამთ, რომ სერიოზულად განვიხილავთ, ჩამოვყალიბდებით და ამის შემდეგ მართლა ეს ინიციატივა იქნება უკვე გადაწყვეტილებამდე მიყვანილი. დაიწყება სამუშაო შეხვედრა და ზუსტად ამიტომ შევიკრიბებთ აქ ეს ყველაფერი საზოგადოებისაც გვეცნობებინა, შემუშავდება საერთო პროექტი, ანუ დაიხვეწება, ფინანსური ხარჯები გაითვლება და შემდგომ უკვე იქით კვირაში იგეგმება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.